მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც იძახის, რომ აი მე ვიდეოს მონტაჟი მსიამოვნებს. კი, საბოლოო შედეგი ძალიან მაგარია, მაგრამ აი მონტაჟის პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ხშირ შემთხვევაში ძალიან მოსაწყენი. მაგრამ ეს ესე რომ იყოს სავალდებულო არ არის. ჩემი ვიდეოს მონტაჟის წლებიანი გამოცდილება მადლობს საშუალებას, რომ ვნახო რაღაც მეთოდები, რომ ჩემი მონტაჟი უფრო სწრაფი გავხადო. და ეს მოსაწყენი პროცესები ამოვიღო. ხო და მე ახლა გაჩვენებთ რა მეთოდები ვნახე, იმისთვის რომ ვიდეოს მონტაჟი გახადო 10 ჯერ უფრო სწრაფი. ხო, ყველანაირი ხუმრობის გარეშე 10 ჯერ უფრო სწრაფი. იმდენად რომ აი ასეთი კამერით გადაღებული შორტი, თავისი ბიროლი, თავისი მუსიკები, თავისი ეფექტები და თავისი ყველაფრით შეიძლება დაამონტაჟოთ მხოლოდ რამდენიმე წუთში. ხო, რამდენიმე წუთში. და 10 და 15 წუთიანი ვიდეოები რომ დაამონტაჟოთ მაქსიმუმ ნახევარ საათში. ხო, ესეთ რაღაც ხო გაუგონარია. ხო და მე ახლა გაჩვენეთ პროცესს, როგორ ვაკეთებ ამას DaVinci Resolve-ში და როგორ ვაკეთებ ამას სხვადასხვა თულების და სხვა AI-ის მეშვეობით. მოდი დავიწყოთ. ჩემი ედიტინგის პროცესი არც ესეთი მარტივია, მაგრამ არც ძალიან რთული, ასე რომ უბრალოდ თუ გამოყვებით ძალიან ესეთი საინტერესო და შეიძლება რაღაც საინტერესო ნახო. პირველ რიგში ვაკეთებ ამას MacBook-ზე, ეს ჩემ შემთხვევაში MacBook-ია, თქვენ თუ გინდათ Windows-ზე გააკეთეთ, Linux-ზე გააკეთეთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. იგივენერად მუშაობთ აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ აქაც ვიყენებ ჩვეულებრივ ფაილების სისტემას, აქაც ვიყენებ DaVinci Resolve-ს და აქაც ვიყენებთ Terminal-ს. ანუ შეიძლება Windows-ზე PowerShell იყოს, როგორც გინდათ ისე გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ მაინც იქ ცოტა სირთულეებს წარმოადგენს, ვინც არ იცის მაგალითად ტერმინალის გამოყენება. თუმცა აქაც ძალიან დიდი სირთულე არ არის. პირველ რიგში ეს ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის აი ეს პროგრამა, რომელსაც ქვია Auto Editor-ი. Auto Editor არის ტერმინალის პროგრამა. ტერმინალი ვინც არ იცის, ტერმინალი არის აი ესეთი რაღაც, ეს არის ტერმინალი. უბრალოდ ახლა რაღაცები გახსენე, მაგრამ რაღაცები დავაპდეითე, იმისათვის რომ ვიდეოს ვიზად ვიყოთ, მაგრამ ტერმინალის გამოყენება რო ისწავლოთ ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ესეთი პროგრამებია, რაც ზოგადად UI-ის მქონე პროგრამებში არ არის. ანუ Auto Editor-ს ზოგადად აქვს UI პროგრამაც, ანუ ჩვეულებრივად გახსნე პროგრამას და იქ გააკეთებ რაღაცებს, მაგრამ აქ ფასიანი პროგრამა, რომელსაც UI აქვს და ტერმინალის პროგრამა არის სრულიად უფასო. ერთადერთი დაგჭირდებათ არის ის, რომ აი ეს კომანდი დააკოპიროთ და ჩააგდოთ აი აქ. რადგან მე ახლა უკვე დაინსტალირებული მაქვს, მე ცოტა ძველი ვერსია მაქვს და მირჩევენი რომ ძველი ვერსია გამოვიყენო, იმიტომ რომ რაღაც ახალ ვერსიებში რაღაცები მე პირადად არ მომწონს, უბრალოდ ესე enter-ს დააწვევით და ეს დაინსტალირებს ახალ ვერსიას. შემდეგ რაღაცას გააკეთებთ, როდესაც დაინსტალირებთ, იქნება აი ეს კომანდი. ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს Auto Editor-ი, რომელთაც შეიძლება ეს Auto Editor-ის პროგრამა გამოიძახოთ და რას აკეთებს ეს პროგრამა? ეს პროგრამა უბრალოდ ასკანერებს თქვენს ვიდეოებს, ნახულობს იმ ნაწილებს, სადაც თქვენ არ საუბრობთ, რუმი ნაწილებია და უბრალოდ ამას ჭრის და გადადებს timelines, სადაც ეს ნაწილები არის უბრალოდ ამოჭრილი. ახლა ჩემ შემთხვევაში გადავალ მე ვნახავ თვითონ files, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ აი BioShock-ის ვიდეო რომ მქონდა, დავაწვევი მარჯვენა ღილაკს და copy path name. ჩვეულებრივი Windows შემთხვევაში ძალიან მარტივია უბრალოდ თვითონ სადაც არის ეს ფაილი უბრალოდ დააკოპირებთ. მე აქ ესე იგი გადავალ, მაქსიმალურად შევეცდები რომ აი ეს წავშალო და ჩავშვალ აი ამ ნაწილს. ეს ფაილი სინამდვილეში უკვე მაქვს, მაგრამ მაინც გამოვიყენოთ პრობლემა წესით არ იქნება, დავაწვევი enter-ს, დაველოდებ ცოტა ხანი, ჩაიტვირთება და უბრალოდ მზად არის და თვითონ გაკეთებული timeline დახვდება აი აქ. ეს არის ჩვენი გაკეთებული timeline. ამის შემდეგ გადავდივარ DaVinci Resolve-ში. უბრალოდ ეს უკვე გაკეთებული ფაილია, უკვე დასკანირებული ფაილია და გაჩვენებთ ახლა ისეთ timeline-ს, სადაც 0-დან ვიწყებ, ჩემ შემთხვევაში ეს A-roll folder-ში ვაკეთებ. პირველ რიგში ვიდეო უნდა გადმოვაგდოთ, ამ შემთხვევაში ახლა ვიდეო არის ჩაგდებული ისედაც და შემდეგ უკვე გადმოვაგდებ timelines. Timeline-ის შემთხვევაში ჩვენ გვინდა გადავიდეთ კონკრეტულ folder-ში, რომელიც გვჭირდება. აქ არის და აგერ ეს არის თვითონ timeline-ი, უბრალოდ დავაწვევით ორჯერ და ვინც არ იცის timeline-ი როგორ გადმოვქაჩო, ამასაც ეხლავე გასწავლით, ამას დავარქვით ერთს, უბრალოდ პრობლემა არ შეიქმნას და აი უბრალოდ დაჭრილი ვიდეო სრულად ჩამოვა აქ. ხო, timeline-ი ვინც არ იცის, Mac-ის შემთხვევაში ეს არის Command Shift I, როგორც გაჩვენეთ და თუ ეს არ გინდათ, შეგიძლიათ მარჯვენა ღილაკს დააწვევთ timelines და import და დააწვევით აი ამას. იგივე Command Shift I. ეს ჩემ შემთხვევაში არის ზოგადად შეიძლება თქვენთან ეს keyboard shortcut-ი ცოტა სხვანაირი იყოს, უბრალოდ ამას დაკლიკავთ და ეს არის. ანუ მარჯვენა ღილაკი თქვენს media pool-ში დაკლიკავთ, შემდეგ გადაიხართ timelines, შემდეგ import და შემდეგ დააწვევით აი ამას. ეხლა ვინც DaVinci Resolve-ს გამოყენება საერთოდ არ იცის, მითხარით, ამაზეც არ არის პრობლემა, რაღაც მარტივ ტუტორიალს გავაკეთებ, რომ დაახლოებით წარმოგიდგენთ გქონდეთ DaVinci Resolve-ი როგორ. ეხლა ეს ვიდეო უბრალოდ ჩაგდებულია, ეს არ არის 16:9-ზე ვიდეო, ეს არის 9:16-ზე, იმიტომ რომ ესე ვიღებ როგორც წესი. აქ ეხლა რასაც გავაკეთებ, დავილი ზოგადად ამ მთლიან ვიდეოს, ეხლა არ დავიწყებ ამას live-ში აკეთებას, გავილი ამ მთლიანად ვიდეოს, ნახოთ თუ არის რამე შეცდომები ან რაღაც გადმოსაწევი ან დასაპატარავებელი ან ეს რაღაცები და უბრალოდ აქ გავაკეთებ ძალიან მარტივ გასუფთავებას, ასე ვთქვათ, ვიდეოს. შემდეგ საბოლოო ჯამში მე მივიღებ დაახლოებით აი ეხლა გაჩვენებ ესეთ რაღაცას და მოდი მე ახლა თქვენს სპეციალურად თქვენთვის ეხლა ავიღებ ამ ყველაფერს, რაც გაკეთებული მაქვს და უბრალოდ წავშლ. და მივიღეთ აი საბოლოო ჯამში ესეთ რაღაცა იქნება. და ეხლა მე რასაც ვაკეთებ ჩემ შემთხვევაში და ჩემი
ჩემი სკრიპტისთვის არის ის, რომ ვიყენებ აი ესეთ რაღაცას, ეს არის უკვე მარკერები. მარკერებიც ვაკეთებ ზოგადად, იმიტომ რომ ჩემი სკრიპტი მარკერებს იყენებს. წითელი მარკერი ნიშნავს, რომ ჩემ შემთხვევაში არის, რომ ვიდეო უნდა დაიყოს ზედა ქვედა ნაწილად, ხო, სანამ ვიდეოს ედიტინგს დავიწყებ, ვიდეო გადამყავს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხო, ვინც არის ვერტიკალურ მდგომარეობაში რო გადაიყვანოთ, დაკლიკავთ ზოგადად timelines, მარჯვენა ღილაკი, timeline settings და შემდეგ აი აქ თქვენ გიქნება და ესე. და უბრალოდ ან უბრალოდ თქვენ გიქნება და ესე, ანუ ვერაფერს ვერ შეცვლით, უბრალოდ შეცვლით და აქა და უბრალოდ დაკლიკავთ ამას და ავტომატურად გადაიყვანს ვერტიკალურ მდგომარეობაში. თქვენ შემთხვევაში ვიდეო ესე დაზუმული არ იქნება, ვიდეო იქნება აი ესე, მოდი თქვენთვისაც გავაკეთებ სპეციალურად ამას, მოდი ახლა თლიან ვიდეოს დავარესეტებ, რამე პრობლემა არ იყოს. და ნაწილს ვერ ხედავ, მაგრამ მაინც ერთი იყოს. აი ესეთი იქნება დაახლოებით თქვენი ვიდეო. თლიანი ვიდეო გამოჩნდება დაახლოებით და აი ესე. თუ რა თქმა უნდა იყენებთ ვერტიკალურ ვიდეოს. ახლა აქ ქვემოთ რასაც ხედავთ ხოლმე ეს ჩდება რა ღილაკებსაც კლიკავ, რომ მე შემდეგ არ გასცეს კითხვა, რომ რას დააჭირეთ, თუმცა თქვენთან შეიძლება ეს ღილაკი ცოტა სხვანაირი იყოს, იმიტომ რომ მე ცოტა შეცვლილი მაქვს ჩემ გემოვნებას და ვიყენებ აი ამ ასეთ რაღაცას, იმისაც რომ დავაედიტო. თქვენ შემთხვევაში ჩვეულებრივ კლავიატურას გამოიყენებთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ანუ რას ვაკეთებ? ვაკეთებ timelines, ანუ ვაკეთებ მარკერებს, ამ შემთხვევაში მარკერებს ნიშნავს, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება, გადმომატანინებ, არ გადმომატანებს, მაგრამ მაინც ზოგადად ეს მარკერის სახელი ნიშნავს, რომ B-roll არის ის ფოლდერი, ანუ ამოიღოს ვიდეოები იმ კონკრეტული ფოლდერიდან, რომელსაც სახელს ვარქვევ, ამ შემთხვევაში ფოლდერი მაქვს გაკეთებული B-roll და აქ ვიდეოები არის ჩაგდებული, როგორც წესი. Luigi მარკერი ნიშნავს, რომ ვიდეო მთლიანად უნდა ჩანდეს, ამ მთლიანად უნდა ფარავდეს ამ ზოგადად frames. წითელი არის ზედა ნაწილში მე უნდა ჩანდო და ქვედა ნაწილში ვიდეო და ნან არის, რომ არაფერი არ უნდა იყოს გამოყენებული, უბრალოდ მე უნდა ვიყო მთლიანად დაზუმული და ზუმი არის ნიშნავს, რომ რაღაც ოდნავ ზუმის ეფექტი უნდა გააკეთოს. აქვე არის მუსიკაც უნდა დაედოს და ეხა ესეთ რაღაცას ვაკეთებ. გადავდივარ ჩემს workspace-ში, სკრიპტები მაქვს გამზადებული. პირველ რიგში B-roll automations ვაკეთებ, რომელიც არის ვერტიკალურ ვიდეოსთვის. დავკლიკავ, ესე იმუშავებს და ვიდეო არის უკვე დაედიტებული. თუმცა ეს დასრულებული ვერსია არ არის, ეს არის პირველადი ედიტი. პირველ რიგში ასე ვაკეთებ, არის მუსიკას ვნახულობ, რომ მუსიკა მე ესე არ მაწყობს. ვარჩევ აი ამ tools, trim edit modes და აი ესეთი ნიშანი უნდა გამოჩნდეს, თუ აგვირდახეთ, რამდენიმე სხვანაირი ნიშანი აქვს. უნდა გამოჩნდეს აი ესეთი ნიშანი, დაკლიკავთ და გადაიტანთ უბრალოდ ამ ნაწილს აი ესე. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ვიდეოს ისე რომ ზოგადად ვიდეოს დასაწყისი და ბოლო არ შეცვალოთ, ვიდეოს ნაწილი ან აუდიოს ნაწილი უბრალოდ გადაიტანოთ, გადმოიტანოთ როგორც თქვენ გინდათ. შემდეგ გადავდივარ ესე ვიდეოებში, ვიდეოში ახლა უბრალოდ ტრეილერებს ვიყენებ. ახლა ეს ტრეილერის ნაწილი არ არის პრობლემა, მაგრამ აი ეს ნაწილი არ მინდა. იგივეს ვაკეთებ აი აქაც, ცოტას გადავწევ, ცოტა ეს მომენტი უფრო მაწყობს. აქა ნახეთ აი სპეციალური B-roll-ის ელემენტი მაქვს გამოყენებული, ნახეთ აი ლურჯი რადგან არის ორ ვიდეოს ადებს, ანუ აქ რეალურად ორი ვიდეოა, ერთი არის უკანა ნაწილი, რომელსაც თვითონ blur-ის ეფექტის ვიყენებ, მაგრამ რეალურად blur-ი არ მიდევს და მეორე არის უფრო პატარა ნაწილი, რომ ვიდეო უფრო ცოტა კარგად დაზუმულად ჩანდეს, რომ ძალიან მოჭრილი გვერდები არ ქონდეს. აქაც ჩვეულებრივად ორი ნაწილიანია და ეხლა მჭირდება zoom-ის ეფექტის დამატება, რომელზეც ცალკე სკრიპტი მაქვს. გადავდივარ, zoom segments ვკლიკავ და უბრალოდ აი zoom-ებიც დაამატა თავიდან და ეხლა მაქვს კიდე დამატებითი workflow, რომელიც აუდიოს editing-ში მეხმარება, იმიტომ რომ ეხლა რო ჩავრთო, ამდენად გაიგონებთ. აი სწორი თამაშები, ვისაც გიყვართ ეს თამაში, აუცილებლად დათამაშეთ. ხო, წესით ცოტა ხმა მაღლა უნდა ისმოდეს, მაგრამ ეხლა აქ დაედიტებული მაქვს მაინც ჩანს, მაგრამ აი ვიყენე სპეციალურ მაკროს, რომელსაც ახლა სამწუხაროდ ვერ გამოგიჩენთ, რომელიც უბრალოდ აი ეს ამ ეფექტებს ადებს აქ ჩემს timelines-ს. ანუ აქაც ავტომატურად მაქვს ყველაფერი და რეალურად არის ეს. ანუ მთელი ვიდეო ეხლა არის ჩვეულებრივად დაედიტებული. ახლა ხმას გავთიშავ, რომ ხმა არ შეგაწუხოთ, უბრალოდ ჩავრთავ და ვიდეო ჩვეულებრივად დაედიტებულია, ჩვეულებრივად მუშაობს. არანაირი პრობლემა არა, ვიდეო არის სრულიად დაედიტებული. ერთადერთი რაც ჭირდება არის, რომ გავაკეთო ექსპორტი და ვიდეო დაიდება აი zoom-ის ეფექტის დაინახეთ. ახლა დაახლოებით როგორია. ძალიან მარტივია უკვე, როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ რეალურად ეხლა აი მაგალითად აი ეს ნაწილი მაგალითად არ მომწონა, იმიტომ რომ ხა იქ გასაკეთებელია, აი ამას ავიღებ და გადავწევ გვერდით და ეგ არის. ძალიან მარტივია, როდესაც უკვე გააკეთებ, მაგრამ მაინც რაღაც დრო გჭირდებათ იმისაც, რომ ეს გააკეთოთ. ახლა ამის ზოგადად automation-ი რო გაჩვენოთ ახლა როგორ არის, ან მე ჩემი სკრიპტი რო მოგცეთ, შეიძლება ჩემი სკრიპტი ვერ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ყველას თავისებური რაღაცები უნდა, თუმცა გასწავლით შემდეგ ვიდეოში როგორ დაწეროთ ესეთი სკრიპტები და როგორ აჩვენოთ YouTube-ს, უბრალოდ როგორ აჩვენოთ DaVinci-ს, ან ნებისმიერ სხვა პროგრამას, რეალურად სხვა პროგრამას შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, თუ როგორ დაედიტოთ ეს თქვენი ვიდეოები ავტომატურად. ეს მეთოდები ვიცი რომ დამწყებებისთვის არ არის და ის ვიცი რომ ბევრი რაღაცა რაც აქ გასწავლეთ, რეალურად განვითარებული ედიტორებისთვის ცოტა რთული გასაგები. აი მაგალითად უნდა სკრიპტის ნაწილი ან როგორ დაწეროთ ეს სკრიპტი. ამიტომ ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ დავწერე ეს სკრიპტი და რა უნდა გაითვალისწინოთ სკრიპტების დაწერის დროს, ან თუნდაც როგორ გახადოთ ნებისმიერი თქვენი მონტაჟი მაქსიმალურად სწრაფი სკრიპტები. და თუ DaVinci Resolve-ს საერთოდ არ იცით, მოგეშინეთ ამის შესახებ ვიდეოც მომავალში იქნება, თუ მზად არის, აი უკვე სადღაც აქ შეიძლება უკვე ნახოთ. დღესაც სულ ეს იყო, არხის გამოტანა
არ გადავაჭერთ და განახოთ უკვე მომავალ ვიდეოში. აბა